კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გონიო აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში საგანმანათლებლო პროექტის მუზეუმი გვაერთიანებს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და მშვილდით სროლაში საჩვენებელი სროლა მოეწყო. ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებმა კი საჩვენებელი საბრძოლო წარმოდგენა გამართეს. ღონისძიებას ის უკრაინელი სამხედროებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ატოს ზონიდან სარეაბილიტაციოდ საქართველოში ჩამოვიდნენ. დღეს გონიოს ციხეში შესვლა თავისუფალი იყო. გარდა იმისა, რაც აქ არის წარმოდგენილი და თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლია, ჩვენ დღეს დამატებით სანახაობა შევთავაზეთ. ჩვენ სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლმა წარმოადგინა და აგრეთვე მშვილდოსნებმა წარმოადგინეს თავიანთი ხელოვნება, რადგან გონიოში მეისრეები იდგნენ, ასე ვთქვათ, ისტორიულად და ძალიან დიდარი პრაქტიკა ჰქონდა ამ კუთხით. მე მგონი ძალიან საინტერესო ჩაერა დღევანდელმა ატრაქციებმა. დღეს ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან მომეწონა. დღეს არის მუზეუმის საერთაშორისო დღე და რა ვიცი, ძალიან მომეწონა და ძალიან გავერთი ბავშვებთან. და თუ ხშირად იქნება ასეთი ღონისძიებები, უფრო უკეთესი იქნება.